ირაკლი ღარიბაშვილი მოსამართლის გადაწყვეტილების მოსასმენად თბილისის საქალაქო სასამართლოში ზუსტად 2 საათზე მოვიდა. ყოფილი პრემიერი შენობაში ისე შევიდა და გამოვიდა, რომ მედიასთან არ გაჩერებულა. დუმილის ხდომათა დარბაზშიც მხოლოდ უბჯერ დაარღვია. თქვა, რომ ბრალს ითანხმება, სხვა სათქმელი კი არაფერი აქვს. ერთადერთ შეკითხვას უპასუხა დარბაზიდან გამოსულმაც. დაადასტურა, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩვენება არავის წინააღმდეგ არ მიუცია. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დროის ათვლაც დაიწყო. 1 მილიონი ლარის ოდენობით გირაოს გადასახდელად ექს-პრემიერს 30 დღიანი ვადა აქვს. აღკვეთი ღონისძიების ფარგლებში ჩამოერთვა პასპორტი და ქვეყნიდან გასვლაც აიკრძალა. ჯერჯერობით არ ვიცით იმ მოხდება, ქონების უზრუნველყოფა იქნება თუ თანხის შეტანა იქნება თუ რა იქნება, უნდა დავждეთ გავისაუბროთ, რის შესაძლებლობაა, ვის შეიძლება გამოვართვა თანხა. რასედავება გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილს. უფლებადამცველები ირწმუნებიან, რომ ექს-პრემიერს ბრალი 2016 წლიდან დღემდე მისი საკუთარი ბიზნესიდან შემოსული თანხების დაუსაბუთებელი ქონების გამო აქვს წარდგენილი და სახელმწიფოსთვის არაფერი მოუპარავს. 2016 წლიდან დღემდე ბიზნეს წარმოებით მისი საკუთარი ბიზნესიდან შემოსული თანხები, აი ეს არის სწორედ დაუსაბუთებელი ქონება. ჩინურ სოლიდურ კომპანიასთან ჰქონდა კიდევ მას ურთიერთობა, საიდანაც ჰქონდა ძალიან სოლიდური შემოსავლები. ჰქონდა კერძო ბიზნესი. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდება ყოფილ პრემიერ-მინისტრს პროკურატურამ დღეს ოფიციალურად წარუდგინა. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2016-2024 წლებში მაშინ, როცა ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი იყო და ბიზნეს საქმიანობის უფლება არ ჰქონდა ბიზნესიდან უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას, ქონებრივ დეკლარაციაში ყალბი ინფორმაციის მითითებით ახდენდა და დაუსაბუთებელი ქონებისთვის კანონიერის სახის მიცემას წლების განმავლობაში ამ ფორმით ახორციელებდა. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ წარდგენილ დეკლარაციებში უთითებდა ყალბ მონაცემებს, რომ თითქოს ოჯახის წევრისგან ყოველწლიურად საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხებს. აღნიშნული გზით წარმომავლობა ხელოვნურად შეექმნა მის მიერ კერძო ბიზნესში არალეგალურად მონაწილეობის შედეგად მიღებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ნაწილს 830.000 ლარს. რაც მოექცა ლეგალურ ბრუნვაში. ასევე ოჯახის წევრის მეშვეობით 210.000 ლარად შეიძინა ერთ-ერთი კომპანიის 100%-იანი წილი, რომელსაც გააჩნდა უძრავი ქონება. პარალელურად მისი ოჯახის წევრის სახელზე რეგისტრირებულ შპს-ში ინვესტირებულ იქნა ჯამში 3.670.172 ლარი. ამავდროულად დაუსაბუთებელი თანხის ძირითადი ნაწილი მისი ნამდვილი ბუნებისა და წარმოშობის წყაროს შენიღბის მიზნით დააკონვერტირა უცხოურ ვალუტაში, რის შედეგადაც მიღებული 6.500.000 ამერიკული დოლარი აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 2025 წლის 17 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილის სახლის ჩხრეკის შედეგად. პროკურატურასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიება ოპოზიციისთვის არა კორუფციასთან ბრძოლა, არამედ ქართული ოცნების შიდა კლანური დაპირისპირებაა. როგორც რეჟიმის შემთხვევა არის დღემდე აბსოლუტურად ბორუსით მოცული, ისეთივე იქნება ეს შემთხვევები, იმიტომ რომ ახალანაირი სამართლებრივ პროცესთან საქმე აქვს. მის მიმართ გამოყენებული საპატიმრო, არასაპატიმრო ქვეყნიდან გასული საკრძალვა თუ ამ შემდეგ ყველა ზომა არის პოლიტიკური ზომა იმის გამო, რომ ის დაისაჯოს რაღაც შიდა პოლიტიკური გაურკვევლობის გამო. ყოფილი თანაგუნდელის მიმართ აღზრული სისხლის სამართლის საქმის პოლიტიკური შეფასებისგან ქართულ ოცნებაში თავს იკავებენ. მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ფაქტი დასანანი. ბრალდება კი მძიმეა. ჩვენი თანამებრძოლი იყო და რა ვიცი, ძალიან მწყდება გული, თუმცა დანარჩენს გამოძიებას დაველოდოთ. მძიმე არის ბრალდება, მძიმე არის თვითონ ასე ვთქვათ, ადამიანური კუთხით, მეცაც გეტყვით, პოლიტიკური კუთხითაც ძალიან მძიმე არის. ირაკლი ღარიბაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება დამტკიცების შემთხვევაში 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა მანამდე ყოფილ პრემიერს ხანგრძლივი სასამართლო პროცესები ელის. პირველი სხდომა 16 დეკემბერსაა ჩანიშნული.